სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1997 წლის 12 ოქტომბერს. ჩვენ გადავედით 35 ნაწილზე და სადღაც შუაში ვართ და მალე დავამთავრებთ ამასაც. მეორე კითხვასაც სვავს პიროვნება, რომელმაც წინა კითხვა დასვა თუ გახსოვთ და მე გავყავი ეს კითხვები. და ძალიან საინტერესო კითხვა არის ეს უფრო მეორე. და ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, ჟერათ რომ თვითონ სისხლი, იესო ქრისტეს ფიზიკური სისხლი, ეს შეიცავს იმ გადარჩენელ და გამომხსნელ თვისებას. აქედან გამომდინარე, ჯონ მაკარტური პასუხობს პიროვნებას შემდეგნაირად. მოდით მოვისმინოთ კითხვას, როგორ არის დასმული ეს. მე ესე დავწერ, იესოს ფიზიკური სისხლი გადაგვარჩენს და გვიხსნის ჩვენ? ლაპარაკია ფიზიკურ სისხლს. თუ წინააღმდეგი არ იქნები ჯონ, შეგიძლიათ რომ ამ საკითხში უფრო ნათელი შეიტანოთ. ეს ეხება იესო ქრისტეს სისხლს, რომელიც ამ ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენ მისი ფიზიკური სისხლით გადავრჩებით და დახსნილი ვიქნებით ადამიანისეული ორიგინალური ცოდვიდან. და ჯონ მაკარტური პასუხობს. შევეცდებით აგიხსნათ ეს ყველაფერი. დღეს ამ დილით მე მივიღე გზავნილი და გმადლობთ მოკითხვისათვის. მე მივიღე ამ დილით და ფიქრობ რომ ჩემი მოგლე პატრიციაც კი საქმის კურსია, იმიტომ რომ მან აიღო პოსტის 5-დან და ის ათვალიერებდა ამას. ეს იყო დაახლოებით 6 გვერდიანი წერილი, რომელიც მიუღია ჩვენს ერთ-ერთ წევრს, ჩვენთან ერთ-ერთ სმენელს იაპონიაში. და რომელიც ვრცელდებოდა ჯონ მაკარტურის ერესის შესახებ. ანუ ჩემი სრულ სწავლებაზე, რომ იესო ქრისტეს სისხლით გადარჩენასთან დაკავშირებით იყო ეს ჩემი ქადაგება ჩაწერილი. პიროვნება ვინც ავრცელებდა ამას, მას მოусმენია დაახლოებით 20 აუდიო ფირი, რომლითგანაც 15 თურმე ერესი იყო ჩემი სწავლება იესოს ქრისტეს სისხლთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი, რომელ სწავლებაშიც მე დამადანაშაულის, არის ის, რომ ქრისტეს სისხლის უარყოფას ვახდენდი მე. ახლა არ ვიცი როგორ მიუდგე ამას, რადგან ეს ძალიან უცნაურია. მაგრამ ნება მომეცით უბრალოდ აგიხსნათ ეს. პირველ რიგში, მე მჯერა რომ იესო 100%-ით ადამიანი იყო და 100%-ით ღმერთი. და როგორც ადამიანს, მომაკვდავ ადამიანს, თქვენ მე, მას ჰქონდა ადამიანის სისხლი. და მე მჯერა, როდესაც ის მოკვდა ჯვარზე, მან დაღვარა ეს სისხლი. მე მჯერა რომ ის შუბლზე ჩამოეღვარა, როცა მას ეკლიანი გვირგვინი დაადგეს თავს. ასევე მისი ფერდიდან გადმოვიდა, როცა მას შუბი უძგერეს ფერდში. ხელებსა და ფეხებში, როდესაც ლურსმანი ჩაარტყეს ღია ჭრილობებში, ასევე სისხლი გამოვიდა. და მე მჯერა რომ მან ეს სისხლი დაღვარა ჯვარზეც. მე მჯერა რომ სისხლი, რომელიც გულიდან, პერიკარდიუმი, გულის ირგვლივ, როდესაც ნათქვამია რომ სისხლი და წყალი გადმოვიდა ფერდიდან, ეს იგივეა, რაც ნებისმიერ ადამიანს აქვს. მე მჯერა რომ ეს არსებითად იყო სიკვდილი, რომელიც შეიცავდა სისხლის დაღვრას. რადგან ეს სურათი, ეს იყო სრულყოფილი პროტოტიპი იმისა, რაც აღწერილია ძველ აღთქმის დროს, როცა მსხვილშეწირვა ხდებოდა ცხოველისა, რომელთა სისხლიც ასე იღვრებოდა. ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ხორციელი სიცოცხლე ეს სისხლში იყო. გახსოვთ ხომ ნოესთან ღმერთი როგორ ეუბნება მას. და სიცოცხლის წასვლა, სიცოცხლის მიტოვება ხდებოდა, როცა სისხლი ტოვებდა ორგანიზმს. რომ სიცოცხლის სისხლიდან დაცლა მიუთითებდა სიცოცხლის განდინებაზე და მიტოვებაზე. სისხლის ღვრა
ძალიან გრაფიკული გზა არის სიცოცხლის გადინების თვალსაზრისით. ცოტა ხნის წინად მე სანადიროდ ავედი და პირველად ჩემს ცხოვრებაში ვესროლე და მოვკალი დიდი ირემი. ერთადერთი რამ, როდესაც მე ოდესმე მომიკლავს. ეს იყო დიდი ირემი. და როდესაც ახლოს მივედი, მე უყურებდი იმას, თუ სიკვდილი როგორ ტოვებდა ამ ცოცხალ არსებას. და ეს არის უზარმაზარი გრძნობა, რომ სიცოცხლე გადის ორგანიზმიდან, როცა უყურებთ და სისხლი გადმოდის ცხოველიდან. ზუსტად ასე იყო ეს სურათი სხოლშეწირვის სისტემაში. და ეს სხოლშეწირვა იყო წინა ხატი და სიმბოლო იმისა, რაცაც იესო გააკეთებდა ჯვარზე ასვლის დროს. რომ ქრისტე გაიღებდა თავის სიცოცხლეს მთელი კაცობრიობისათვის. სიმბოლურად გარკვეული გაგებით, როგორც მისი სისხლი გამოვიდა, ისე გამოვიდა მისი სიცოცხლეც. არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალურად მისი სიცოცხლე გამოვიდა მაშინ, როცა სისხლი ზდიოდა მას. რადგან ხორციელი სიცოცხლე სისხლში არის. ასე რომ მე მჯერა ქრისტეს ფაქტიური ფიზიკური სიკვდილის. ქრისტეს ფაქტიურად დაღვრილი სისხლის, რომ ის ასრულებდა ძველი აღთქმის იმ წინა ხატებს და სიმბოლოებს სხოლშეწირვის სიკვდილით რო ახდენენ ლევიტელები. ახლა ის, რაც მე რამდენიმე წლის წინ თქვი, იყო ის, რომ მე არ მჯერა, რომ თავად ამ სისხლში ფიზიკურად იყო ისეთი რამ, რაც კაცობრიობას გადაარჩენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის ქიმიურ შემადგენლობაში არაფერი იყო ისეთი, რაც იხსნიდა კაცობრიობას ცოდვისაგან. ეს არის სიტყვით ის, რაც მე ვთქვი. მაგალითად, მე არ მჯერა რომაულ კათოლიკური, აღმოსავლურ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გაგების, რომელიც ამტკიცებს და აქვს დოქტრინა ტრანსსუბსტანციის შესახებ. რომ მაგალითად ზიარების დროს, როცა შენ მიდიხარ მღვდელთან, კათოლიკე პრისთან და შენ გაქვს და გაწვდიან ღვინით სავსე თასს და როცა სვავ, ეს ღვინო გადაიქცევა სისხლად. რომ თქვენ თითქოს და ამ დროს სვავთ სისხლს და ეს გაძლევთ კურთხევას და მადლს. მე, ჯონ მაკარტური, ამას არ ვეთანხმები. მე არ ვაღიარებ რაღაც ამ ჯადოქრობას და არც სხვა არავის არ ქონია ქრისტიანობის ისტორიაში ეს რწმენა. ეს იყო გამოგონილი მღვდელსახურების მიერ. რაც სხვათა შორის სოტერიოლოგიის დოქტრინის მთავარი ნაწილია. განმარტებისთვის სოტერიოლოგია, ბერძნულად სოტერ, ხსნელი, მაცხოვარი და ლოგოს სიტყვა. სოტელოგია ცოდნას ნიშნავს. თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც ეხება ადამიანის ხსნასა და გამოსყიდვას. ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტეს სიკვდილი იყო ცოდვის გამოსყიდვა. ის მოკვდა მსხალშეწირვით სისხლისღვრით, მაგრამ სისხლში თავად ფიზიკურ სისხლში არაფერია თავად გადამრჩენელი. მაგალითად, ხომ შეეძლო იესოს ამდღარიყო და ადამიანებზე სისხლი წაესვა, თავის სისხლი და არ მოკვდარიყო. მას შეეძლო თითი უბრალოდ გაეჭრა და ეს საკმარისი იქნებოდა სისხლის დენისთვის და ეს სისხლი წაესვა ადამიანებისთვის და ისინი გადარჩენილიყვნენ. ზუსტად ეს თქვი მე რამდენიმე წლის წინ. შემდეგ ეს კონტექსტიდან ამოიღეს, ჟურნალში დაწერეს, რომ მე, ჯონ მაკარტურს არ მჯეროდა ქრისტეს სისხლის და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანებს, რომელსაც ჩემზე თავდასხმა სურდათ, ქონოდათ ეს საბრძოლო მასალად. ახლა თქვენ უნდა იცოდეთ ასევე უფრო სიღრმისეული. უფრო ის, რაც კიდე სახალხო ცნობილი არ არის. რამდენიმე თვის წინ მითხრეს,
რომ ამა თუ იმ დაწესებულების ფაკულტეტებზე შედგა სპეციალური ლოცვა. და ამ ლოცვის შეხვედრაზე მთავარი მოთხოვნა იყო ეს, რომ უფალო ისინი ლოცულობდნენ, დაგვეხმარე ვიპოვოთ რაიმე გზა ჯონ მაკარტურის მსახურების დისკრედიტაციისთვის. ეს იყო სპეციალურად ამაზე სალოცავად შეხვედრა. ისინი აპირებდნენ ეპოვნათ გზა ჩემი მსახურების სამსახურის სამინისტროს დისკრედიტაციისათვის. ასე რომ მათ ეს დასკვნა გამოიტანეს და აატრიალეს ეს ყველაფერი მთელ ამერიკაში და ახლა თურმე იაპონიაშიც და სოფლიოს სხვა ადგილებშიც გავრცელებიათ ეს ერესი. ეს ლიტერატურა თითქოს და მე ერესს ვასწავლედი. მე ზუსტად ის მჯერა და მწამს, რასაც ბიბლია გვასწავლის იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლზე, არც მეტი, არც ნაკლები. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ გადავრჩით იესო ქრისტეს ხელშეწირული სიკვდილით ჩვენი ცოდვებისათვის. ის იყო ჩვენი ჩამნაცვლებელი, ჩვენ ვიყავით სიკვდილმისჯილები და ის დაისაჯა ჩვენს გამო. რისთვისაც მან დაღვარა თავის სისხლი. და ყოველთვის როცა მე უფლის ტრაპეზზე მივდივარ, აღნიშნავ და ზიარების თას ვიღებ და მე ვადიდებ ღმერთს იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლისათვის. მე არ ვჭოჭმანობ და არ ვთაკილობ ამას. მაგრამ კიდევ უნდა ერთხელ გესმოდეთ, რომ ეს არის შეთქმულება თავიდან ბოლომდე ხალხო. ეს არის იმ ადამიანის შეთქმულება, ვისაც სურს რომ მოახდინოს ამ სამინისტროს ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაცია. მიზეზების გამო დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ეს არის ის, რაც ამის უკან დგას. გასაგებია, დიახ, მადლობ ჯონ, რომ ნათელი შეიტანეთ ამაში თქვენი პასუხისათვის.